სიგარეტს თავი დაანებე და გრძილებიდან სისხლდენა დაგიწყო? მე ვარ ქეთი სტომატოლოგი და ახლავე გეტყვი რატო ხდება ასე. წეվել ადამიანებში პირველი ნაფასის დარტყმა არის პირიზღრუსთვის იშემიური ფაქტორი. რას ნიშნავს ახლა ეს? ანუ სისხლძარღვები შევიწროებულია. ყველაზე მეტად პირიზღრუშია ამ დროს სისხლძარღვები შევიწროებული. სინამდვილეში პირიზღრუში პრობლემაა, გრძილები ანთებადია და სისხლი ვერ მოდის. წეվել ადამიანებში. როგორც კი თქვენ სიგარეტს თავს ანებებთ, სისხლძარღვები იბრუნებენ ტონუსს, ანუ ფართოვდება და გრძილიდან მოდის სისხლი. გეუბნება, განიშნებს, რომ მიშველე, პრობლემა მაქვს. ამ პრობლემიდან გამოსავალი ის კი არ არის, რომ ისევ მწაბელობას დაუბრუნდე. უნდა ესტუმრო პაროდონტოლოგს და იმკურნალო გრძილები. ამ პრობლემის მოგვარება აუცილებელია, იმიტომ რომ შორეულ პერსპექტივაში აუცილებლად განგივითარდებათ დაავადება პაროდონტიტი, რომლის გამოც მე კბილებს დაკარგავთ. ეგრეა, მართლა ეგრეა. 100-დან 100%-ში ეგრეა, დროის ამბავია პროსტო. მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის გამოიწერეთ ჩვენი Facebook, Instagram, TikTok გვერდები და გამოიწერეთ ჩვენი YouTube ჩანელი.